გამარჯობა მეგობრებო, ეს არის გადაცემა ანტიბიოტიკი, ჩვენ მისი წამყვანები ხუკა ბარამიძე და ნინო ურუშაძე ვართ. დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის დირექტორი ბატონი ლევან ხინთიბიძე და ვიდრე პირველი კითხვით მიმართავთ ბატონ ლევანს, აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ თავისუფლება და სოლიდარობა ზიამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის ყველა უკანონო პატიმარს, ჩვენს მეგობრებს, რომელიც აი ამ დიდ და მნიშვნელოვან ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებენ ყველაფერს, რომ რაღაც ჩვენი ქვეყანას განვითარების პერსპექტივა და შანსები ჰქონდეს. ბატონ ლევან, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. და პრინციპი პირველი კითხვა ჩვენი აი ამ რაღაც გადაცემების ციკლის ეგეთია, რომ თქვენი ხედვით შეაფასოთ რა ხდება ქვეყანაში და ანუ რაში მონაწილეობთ თქვენ როგორც მოქალაქე, როგორც პროტესტანტი, როგორც აქტივისტი. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით. ბუნებრივია ჩემი მოსაზრებიდან, სანამ ჩემ მოსაზრებას მოგახსენებდეთ, მეც შეუერთე იმ მოწოდებას, რაც დაკავშირებულია მზიამაღლობელთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, თავისუფლება მზიამაღლობელს და თავისუფლება რეჟიმის ყველა სინდისის პატიმარს აბსოლუტურად. სიტუაცია, თქვათ უნდა ასეთ რომ სიტუაციიდან და გარემოებებიდან გამომდინარე დღეს ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. არის აბსოლუტურად პოლიტიკური და ეკონომიკური ჩიხის მათ შორის ქვეყნისათვის და მე ზოგადად ჩემი შეხედულება არის რომ ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ადამიანმა და ნებისმიერმა დემოკრატიულმა სტრუქტურამ ისათვის თუ როგორ მუშაობს ნებისმიერი მექანიზმი, რაც დაიცავს ადამიანს ქვეყანაში. და დღეს ისეთი ჩიხური მდგომარეობა მივიღეთ, რომ ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი უკვე ლეგიტიმაციის მიღმა ეს ერთი და მეორე არანაირი შესაძლებლობები არ არსებობს ქვეყანაში სამართლებრივი რომ ამ სიტუაციიდან მართალმა მოქალაქემ თავი იმართლოს და თავისი პოზიციები ნათლად გამოხატოს. შესაბამისად უკვე ერთადერთი გზა რჩება ადამიანს იმისათვის რომ უკვე ღიად გამოხატოს ეს პროტესტი და ეს პროტესტი უნდა იყოს აბსოლუტურად ერთიანი, ანუ ერთ მოქალაქეს გაუჭირდება იმ სახელმწიფო მექანიზმთან ბრძოლა იმისათვის რომ საკუთარი თავი დაიცვას, საკუთარი მოსაზრებები იქნეს წარმოჩენილი წინა პლანზე, ამისათვის საჭირო არის აი ამ აზრების და აი ამ მოსაზრებების გაერთიანება, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დაფუძნებული თავისებურად ლოგიკასთან, იმ სიმართლესთან, რის გამოც ის იბრძვის ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან რთული მდგომარეობა დღევანდელ დღეს, საჭირო არის ერთობლივი ბრძოლა და ალბათ აი ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანა. ცხადია, ეს რაღაცა ისე ხდება ამ მთელი ამ ორ თვეზე მეტია, ხო, 65 დღე მიდის კი ბატონო. რაღაც თუ არ მეშლება, ხო, რომ მიდის ეს პროტესტი აქტიურად და უწყვეტად და თან რაღაცა არა ერთ კალაპოტში რა, მაგალითად ზიამაღლობელი რომელიც დაჭერილია, დატყვევებული არის შიმშილობს, აქვე მეორე ლაშაჩხუმიანმა გამოაცხადა თალკე თავის შიმშილობა, სხვადასხვა პატიმრები კიდე თავის რაღაც ანუ ამ პროტესტ შიმშილობით აცხადებენ, ზოგიერთი არ ემორჩილება ამ რაღაც იდიოტურ აკრძალვებს და ნუ ძალიან მასშტაბურია, რაც ცხადია ხელისუფლებას უჭირს, თქვათ ამის ასე თუ ისე კონტროლი კი თავს გვაჩვენებენ რომ რაღაცა მაგრები არიან, მაგრამ ამის კონტროლი რეალურად ძალიან ძნელია და აი გუშინ წინ იყო თუ არ ვთქვი რომ ამ დინარაძემ ამ სანაკებო მართლა იდიოტმა სანამ ამას ამიკრძალავენ უფრო უარესად შემეძლო მეთქვა, მაგრამ იყოს რომ ამ სანაკებო მანქურთმა კოცების დაანონსა ისა რაღაც ცვლილებები ადმინისტრაციული და სისტემატიკის კოდექსში, რომელიც აი მაგალითად გულისხმობს რაღაც ანუ გამოხატვის აზრის გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლებაზე პირდაპირ დაარტყმა და ეს არის ახლა ზეწოლა, რავი, აკრძალვა. და თქვენი აზრით, ანუ ეს რა შეიძლება განაპირობა? არის თუ არა ეს, თქვათ, აი ამ უწყვეტი პროტესტის შედეგი? და რა შეიძლება მოასწავლებდეს ხელისუფლების ამგვარი ქმედება, თქვათ, საზოგადოების წინააღმდეგ იარაღად ამის გამოყენების? ბუნებრივია ეს იმ 65 უწყვეტის ვამბობთ, თორემ ეს პროტესტი თქვენ მოგეხსენებათ დაიწყო ჩვენს ქვეყანაში, როდესაც პირველად ის ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობისა და ეგრეთ წოდებული რუსული კანონის, ეგრეთ წოდებული ნამდვილად რუსული კანონის შემოტანით დაიწყო. პერიოდულად ეს იფეთქებდა ხოლმე ეს გამოსვლები და ძალიან მასშტაბური გამოსვლები იყო თქვენ კარგად გახსოვთ, მაგრამ
საბოლოოდ ეს პროტესტი ამ ბოლო პერიოდისათვის გადაიზარდა, მას შემდეგ რაც უკვე ხელისუფლებამ დაანონსა ის ჩვენი ყველაზე დიდი მისწრაფება, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი გაწევრიანების წინააღმდეგ იქნა მიღებული. შესაბამისად, ეს 65 დღე გვიჩვენებს იმაზე, რომ ჩვენ რჩებით აი ამ პრინციპების ერთგულებად, საბოლოოდ ქვეყნის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავწევრიანდეთ და მე მახსოვს ის ბნელი 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ ყველაზე უკიდურეს მდგომარეობაში ვიყავით და მაშინ თუ გადარჩა საქართველო, გადარჩა იმით, რომ რუსეთს ბოლომდე ჩვენთვის არ ეცალა ეგრეთ წოდებულ ჭყალებში, თორემ ყველაზე რაც შეიძლებოდა ყველა მექანიზმი გამოიყენა იმ პერიოდისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამქრალი იყო ზოგადად პოლიტიკური რუკიდან და ჩვენ მაშინ გადავწყვიტეთ იმ პერიოდისათვის, რომ უკვე დამდგარიყავით იმ გზაკვალზე, რომელსაც ეს ევროპისა და ნატოს მიმართულებით უნდა გვევლო და ყველაფერს ვაკეთებდით და ვაშენებდით იმისათვის, რომ აი ამ ევროსტრუქტურებში ჩვენი გაწევრიანება საბოლოოდ უნდა დასრულებულიყო და როცა უკვე ამ მიზნამდე ძალიან ახლოს მივედი, ზუსტად მაშინ უკვე გამოჩნდა, რომ უკვე ამ პერიოდისათვის ვიღაცეები თურმე ამ მიმართულებით არ მუშაობენ და ამ პროცესს გვიჩერებდა. შესაბამისად, ეს პროცესი და თავისი ემოციები უკვე მოქალაქეებმა გამოხატეს და ეს უწყვეტი 65 დღე მაგას მიუნიშნეს. მე არ მახსოვს პრეცედენტულად სოფლიო ისტორიაში ამხელა ესეთი უწყვეტი თუ არ შესაძლებელი არსებობს, მაგრამ მე არ გამიგია, რომ ასეთი უწყვეტი პროტესტი ერს გამოეხატა, ასეთი ერთგულება გამოეხატა აი ასეთი პრინციპების მიმართ. აქედან გამომდინარე, უკვე რა თქმა უნდა, ბუნებრივია ხელისუფლება უკვე ცდილობს და უკვე შეშინებულიც არის, ასე ვთქვათ, იმისათვის, რომ ეს პროტესტი როგორ შეაჩეროს, უკვე აღარ იცის და იყენებს ყველანაირ მექანიზმს, მათ შორის სამართლებრივ და უაზრო მექანიზმებს, პირდაპირ ვლაპარაკობ ამ საკითხს, იმისათვის, რომ რაღაცნაირად დააშინოს მოქალაქეები და ეს პროტესტი არ იქნას ასე ხმამაღლა გამოხატული. და ის, რაც ბრძანა პატივცემულმა მდინარაძემ თავისი დაანონსებით, არის ერთ-ერთი მაგალითი ამისა. თქვენ წარმოიდგინეთ ხალხო, ადმინისტრაციული ესე იგი დაკავების პროცესი მათ შორის რუსეთსა და ბელარუსიაში, რომელიც აღიარებული დიქტატორული ქვეყნებია, ერთ ქვეყანაში არის 25 დღე, მეორეში 30 დღე. ჩვენ უკვე 60 დღეზე გადავედით. ეს არის ეს რა თქმა უნდა მიანიშნებს უკვე იმ კატასტროფულ შიშზე, რაზეც ხელისუფლება და ძალაზეა დაფუძნებული, როგორც ხედავთ ჩვენ რომ ხელისუფლება რომ ეს ძალმომრეობითი პროცესი და პოლიტიკა გაატაროს ყველა მოქალაქის მიმართ იმისათვის რომ თავი გადაირჩინოს. ამიტომ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, ჩვენ უნდა ვიდგეთ ისე მყარად, როგორც დღევანდელ დღეს ვდგევართ და არ უნდა შეგვეშინდეს ამ პროცესს, იმიტომ რომ ამ პროცესს თუ გადატეხავს წელში, რა ქვია, მოწინააღმდეგე, ჩვენ უკვე იმ თავისუფალი სიტყვისაც აღარ გვექნება შესაძლებლად. დღეს ახლა აი ამ სტუდიაში რო ვარ და ვსაუბრობ, აქ უკვე ესეთი ხმა უკვე აღარ გიქნება არცეთ ქვეყნის არცეთ კუნჭულსა და არცეთ კუთხეში. არ არის საუბარი მთელს ზოგადად საუბარია მთელს ქვეყანაზე. ამიტომ ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ. ეს არის ჩვენი მონაპოვარი. ამისკენ მივდიოდი და ეს გვიდოდა ჩვენ და უბრალოდ ახლა ამ მოსაზრებას და აი ამ შეხედულებებს თავისი აზრით გვიცვლიან და ჩვენ ამაზე მყარად უნდა ვიდგეთ იმისათვის, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს და უფრო დიდ მიზნებს მივაქციოთ, ვიდრე ვიღაცას გონია, რომ რაღაცას აკეთებს. ლევან, რეგიონული პროტესტის მნიშვნელობასაც რომ ვისაუბროთ, ჩვენთანაც რომ უნდა გაგრძელდეს ეს პროტესტი, ანუ თქვენ როგორ ვფიქრობთ, როგორ უნდა წარიმართოს აქ ადგილზე ეს პროტესტი და ჩვენ როგორ შეგვიძლია, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს დუმან, ჩვენ გვერდით, ან ჩვენი თანამოქალაქეები, რომ რაღაცნაირად გამოვაფხიზლოთ და ეს ხალხიც რაღაცა ჩვენ გვერდით დადგეს. როგორ ვფიქრობთ, როგორაა ეს შესაძლებელი? ხო. ეს პრობლემაა ჩემი აზრით. საერთოდ ზოგადად კომპლექსურია ნინო ეს პრობლემა, თქვენ მოგეხსენებათ, რომ რაც ზოგადად ჩვენ გვინახავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პროტესტული ტალღა, პროტესტანტული ტალღა, მოდი ვთქვათ ასე, რეგიონები ცოტა მოკრძალებულად ერთვებოდნენ ამაში, აქა-იქ თუ იფეთქებდა რაღაცა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ აი ამ საერთო ზოგადად სახალხო მოძრაობამ უკვე რეგიონებში ნელ-ნელა უკვე გადმოიზარდა და მათ შორის მართალია არც თუ ისე აქტიურად, მაგრამ ასე უკვე ჩვენს რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩანს უკვე ეს პროტესტი. ახლა საჭირო რა არის?
საჭირო არის რომ ჩვენ ამის გამოცდილება არასოდეს არ გქონია რომ აქ ასეთი მასშტაბური ორგანიზაცია მოხდარიყო თავი ამ პროტესტის გამოხატვისა. ამიტომ საჭირო არის რომ ასეთ ადამიანთან შვირი კონტაქტი გქონდეს. თუნდაც აი ეს გადაცემა, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ და მე ახლავე მინდა დავაფიქსო ჩემი მოსაზრება და მადლობა მინდა გითხრათ თქვენს მოძრაობას უთხრა აი ესეთი კარგი მექანიზმის გამონახვისას თუნდაც აი ამ კუთხით რომ ვეხმიანებით იმ თანამოაზრებს რომ ეს უნდა გაერთიანდეს ეს აზრი ეს პროტესტანტული მოსაზრებები მე დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს გააჩნია მაგრამ ჯერ უჭირთ აი ამის ხმამაღლა თქმა ამიტომ ვინც ხმამაღლა ვლაპარაკობ ისინი უნდა მივიდეთ იმ ადამიანებთან და უნდა უთხრათ რომ ის ჩვენ ვართ ბევრნი და არა ცოტა გონია იმ ადამიანებს რომ ვარ ცოტანი ვარ და ამიტომ მათ უნდა მივცეთ ამის იმედი შესაძლებლობები ყველასთან უნდა თუნდაც რომ ოჯახში მოგვიწიოს მისლა პირობითად ვლაპარაკობ იმ ოჯახშიდაც უნდა ვესაუბროთ იმისათვის რომ დღეს მისი პროტესტი კი არ არის საშიში არამედ ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი აი ამ დონეზე გვაქვს სალაპარაკო დღევანდელ დღეს და ამისათვის ჩვენ უნდა უთხრათ მას რომ ცოტანი ანა ვარ ბევრნი ვარ და ეს ბევრის მოსაზრება უფრო ხმამაღლა უნდა ჩანდეს რაც დღევანდელ დღეს სამწუხაროდ არ ჩანს ამიტომ ეს აუცილებელია აი ზუსტად მაგასთან დაკავშირებით მინდა ერთი რაღაცა ის დავიკითხო გუშინ შემხვდა ერთ-ერთი სტატუსი სადაც იყო რომ აი პუბლიკაზე გამოქვეყნებული ან გამოცემა პუბლიკა ყველა გამოქვეყნებული ერთ-ერთი მოკლედ ამბავს ვიდეოს რეაქციებზე და აი ზუსტად ბევრი ვარ თუ ცოტა ვარ მაგაზე ქონდა ანალიზი გაკეთებული ამაზე და მოკლედ წავიკითხავ რა რომ ნუ მოკლედ კომენტარების კითხვას რომ დაიწყებ იქნება შთაბეჭდილება რომ თითქოს რომ ამ ქვეყანაში ეს რაღაცა ეს შაუბნელი ძალები უფრო მეტია და ანალიზს აკეთეს ესეც რომ ვიდეოს ქონდა 80,000-მდე ნახვა დაიწერა 558 კომენტარი აქედან 154 კომენტარი იყო შეურაცხყოფელი და სიძულვილის შემცველი ანუ დაახლოებით 27%. საინტერესო ის არის რომ ამ 154 კომენტარიდან 68 ბოტის დაწერილია. ანუ ადამიანები ეს არ არსებობს რა ანუ ბოტი დაწერა ეს არის კომპიუტერული პროგრამა რომელიც რაღაცა ამას აკეთებს. შესაბამისად ის რა ქვია დანარჩენი ადამიანის სინამდვილეში ტრაგედიაა, მაგრამ ანუ რო ჩავყვეთ ეგ 80,000 ნახვიდან 500 კომენტარიდან ჯაფში გამოდის 68 ადამიანი, რომელიც მართლა შეიძლება გულწრფელად იყოს ისა. გულწრფელად რა წერდი, რეალური იყოს და წერდეს, მაგრამ ამ 68-დან უმეტესობა ან საჯარო მოხელია, ან რომელიმე აიბში მუშაობს, ან ხოცებთან არის დაკავშირებული. ან ფულსუხტია, ხო და ანუ რეალობა ეს თითქოს რაღაცა თან პირველი ეს ისინი ხდება რა სალანძღავის უფრო ყურადღებას ამიტომ ეგ მოცემულობა მართლა არ არის მართლა ბევრნი ვარ ხა და ჩვენი მიზანი უფრო ის არის რომ ერთმანეთს აი დავენახოთ რა და ხედავდეს ზუსტად მაგას ვამბობ დიახ ანუ არ არის მართლა ეს ძალა არც არჩევნებში მივუყი ამდენი და არც რეალობაშიც არ არის რა კი ბატონო რა თქმა უნდა ამიტომ ვლაპარაკობ მე ამიტომ რომ ყველასთან უნდა მივიდეს ეს ხმა რომ არსებობენ ადამიანები ვინც აი ამ პროტესტს უფრო ხმამაღლა გამოხატავს და მას უნდა გქონდეს იმედი რომ თუ კი ხმას ამოიღებს ჩვენ მათ გვერდით უნდა ვიდგეთ აქ არის ზუსტად ჩვენი ის ძირითადი გამონათქვამი რას არის ძალა ერთობაში აი ძალა ერთობისა უნდა დაინახოს ყველამ იმიტომ რომ დღევანდელი რეჟიმი სწორედ ძალას აღიარებს და არ აქვს უნარი იმისათვის რომ აი რაიმე ლოგიკურ აზრს ჩაეჭიდოს ან რაიმე სამართლიანობა დაიცვას იმიტომ რომ მას აქვს ხოლმე თავი გადასარჩენი მეტი მას არაფერი არ დარჩენია მოცემული მომენტისათვის ну ეს აუცილებელი თემა არის და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით უფრო აქტიური შესაბამისად აქტიური მუშაობა და ეს თვითგადარჩენაც კიდე აი იმას ვაკვირდები რა ეხლა გზის გადაკეტვის რეაქცია იყო კი ბატონო უბრალოდ მართლა ხო ჩვენ საზოგადოებაშიც ეხლა აი ოზურგეთშიც ხო რამდენი განსხვავებული აზრი გვაქვს და რამდენი რაღაც სხვადასხვა პოზიციებში შეიძლება გქონდეს აქამდეც და მომავალშიც რა მაგრამ ეს ხო ყველა აქ ხო ყველა ходებით და იმას რომ უყურეთ რომ ყველა ვიცით რომ ეგ პოლიცია ან რაც იქ ხდება ესეთი ქვეყანა ჩვენ არ გვინდა არავისთვის რა ესეთი პოლიცია საერთოდ წარმოუდგენელი და ვინ აი უბრალოდ ორი ადამიანი ხო გიორგი ხადაგიძე დააკავეს და ირაკლი ვეშაკურიძე რომელიც მოაზრო ანუ ვინ აკავებს ამ ანუ რა ტიპის ხალხს და 16 წლის ბიჭი დააკავეს კიდე რომელიც დაწერდა რომ ამბავს რაღაცა ისეთი უნარები აქვს ამ ასაკში რომ თელი ის პოლიციელები რომ იქ რო შეკრიბო იმის უნარი და ის გასახანი და IQ ვერ მოგროვდება რა და ვისაკავ ანუ ესეც უნდა დავინახოთ ხა ჩვენი მოქალაქეებზე მაგალითად ვინც თქვა რამენაირად გულშემატკივროს ამ პროცესს გუშინ კიდევ ნახე ერთი ჩვენს მეორე სკოლაზე ასწავლის ის ქართულს მე მგონი მასწავლებელი მისი შვილი გაალტინფო და მთელი უბედურებები და ადამიანს ეკამათება ძალიან ისეთ იმაზე რომ აბსოლუტურად სამართლიანო რომ ეგეთი ხალხი მასწავლებლები არიან და ასეთი ტიპის ხალხმა რომ დაინახოს რომ უბრალოდ ვისი ჭერს და ვინ იჭერს რა
კი ბატონო. ჩვენ დავაკვირდეთ უნდა გარდა იმისა, უკვე რაც შენ დააფიქსირე ეს მოსაზრება, ეს IQ, ეს ინტელექტუალური, საერთოდ მოწყვეტილია ყველანაირ ჩარჩოებს და ლოგიკას, მათი ქმედებები და რა თქმა უნდა მოსაზრებებზე საუბარი ელემენტარულად არ არის. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ იმას, რომ თვითონ პოლიციელებსაც კი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები პრაქტიკულად არ გააჩნია, ისინი წარმოადგენენ მასკით, რაღაცა გაურკვეველი სამოსით, ხშირად უნომრო მანქანებით დაძრწიან პირდაპირ გაგებით ქალაქში და ისინი პოლიციელები არიან თუ არ არიან, ისიც არ ვიცი. აი ეგ არის მნიშვნელოვანი. და ისინი მოქმედებენ კანონის სახელით, რა წარმოგიდგენიათ ჩვენ როგორ ქვეყანას ვაშენებთ? ადამიანები, რომლებიც ზგონია, რომ სამართალდამცავი ის არის, რომ მოქალაქე დაიცვას პირველ რიგში და მოქალაქის საციცოცხლო მნიშვნელობის ინტერესები, ხომ? პირიქით მოქალაქეებს ებრძვიან, ესე იგი, აი ეს ადამიანები გამოყენებული არის, ესე იგი, მოქალაქეების საწინააღმდეგოდ და თანაც კიდევ გველაპარაკებიან სამართლისა და სამართლიანობის სახელით. ეს არის კატასტროფა, არ შეიძლება ეს ასე უყურადღებო და ყურადღების მიღმა დარჩეს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყანა აუცილებლად დაალაგდება და ესეთი ადამიანები პასუხს აგებენ, რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლოს წინაშე აუცილებლად. ეს რეჟიმი არის არაუღიარებელი ხალხო, ეს უნდა დავიმახსოვროთ, რომ რეჟიმს რატო ვეძახით ჩვენ? ეს არ არის ხელისუფლება, იმიტომ რომ მას არ გააჩნია არც შიდა, არც საგარეო ლეგიტიმაცია. არჩევნები აგერ ახლა იყო 2 თვის უკან, ხო, პირობითად ვამბობ. და ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ ეს იყო ყველაზე უარესი და ცუდი არჩევნები, რაც საქართველოში ჩატარებულა ელემენტარულად. ვერც ერთმა საერთაშორისო აღიარება დღეს გამოდის და თვითონ ესეც უნდა აღვნიშნო, თვით სახალხო დამცველიც კი რომლის იმედი ნებისმიერ მოქალაქეს მოწყვლად ადამიანს უნდა კონდეს, იმან ვერ დაინახა თურმე რომ ეს არჩევნები ყოფილა, ეს უნდა აღვნიშნო პირველად ვიცი ამის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი ფრუსტრაცია არაფრთხილს არ ქონია სახალხო დამცველის ოფისის მიმართ და აღიარა თქვა რომ მე ვერ დავინახეო ერთ-ერთი მაგალითიო. თქვენ კარგად მოგეხსენებათ რომ არსებობს არჩევნები ჩატარების 5 ოქროს პრინციპი და მას შემდეგ ითვლება ეს განხორციელებულად ზოგადად ვიტყვი რა რატომ არის ეს არჩევნები იყო ეს არჩევნები არალეგიტიმური იმიტომ რომ ეს არის პირველი ეს არის საყოველთაობა თანასწორობა პირდაპირობა ფარულობა და ნების თავისუფალი გამოვლენა ეს 5 პრინციპი ეს 5 კონსტიტუციური პრინციპი რა თქმა უნდა ეს 5 პრინციპი ნიშნავს იმას რომ ერთი მათ შორის ერთიც რომ დაირღვეს უკვე არჩევნები არ ითვლება ლეგიტიმურად და ჩვენ სულ რომ ერთ ყველაზე ცალკეულ მაგალითებამდე არ ჩავიდეთ, სამი პრინციპი იყო დაღრუებული, ეს იყო საყოველთაობა, მოგეხსენებათ რომ ჩვენი უზარმაზარი არმია ემიგრაციისა ვერ მიიღო მონაწილეობა ამაში და ამაზე პროტესტები და გამოსვლები იყო საზღვარგარეთ, იყო ფარულობის დარღვევა და თქვენ ის გაჟონვის, ბიულეტენზე გაჟონვის, მარკერის გაჟონვის მაგალითებმა ეს კარგად დაგვანახა და ნების თავისუფალი გამოვლენა აშკარად ღიად მოსყიდვა მიმდინარეობდა კონკრეტული ამაუნტში და ზეწოლა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ასე შემდეგ და ასე და ახლა გამოდის ადამიანები და ამბობენ რომ ხელისუფლება არის ლეგიტიმური. არ არის ეს ხელისუფლება ლეგიტიმური, რომ ასეთი არჩევნებით ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ ჩვენ ნორმალური ქვეყნის აშენებას და ჩამოყალიბებას. კი, ცხადია რომ აი მართლაც მან ამაში სამართლებრივი ცოდნაც არ არის აუცილებელი. არ არის რა თქმა უნდა. რომ ანუ კონსტიტუცია ხო შეგიძლიათ დაგუგლო მაგალითად და დაწყებო პრინციპები ნახო და ვიღაცა ადამიანი გამოდის და ამბობს რომ არის რაღაცა ფარულობის პრინციპი, ნების თავისუფალი გამოვლის პრინციპი და შენ ხედავ რომ იმაზე გასულია იმელანი რა და რა გჭირდება რა ახლა დიპლომი და განათლება რომ უნდა მიხვდე რომ ეს დარღვეულია თუ დარღვეულია არ არის ისა რა ეს ამბავი არ არის მე მაინც ის უფრო აი კიდე ძალიან მაწუხებს რა ის რომ ეხლა რასაც აკეთებს მართლა ეს დინარაძე და ეს ზოგადად ეს გუნდი ამის პირით რასაც აცხადებენ რომ ეს ცვლილები შევა და რაღაც სიტყვის თავისუფლება ექცევა ფარგლებში ეს ხალხისთვის შეიძლება იმ ხალხისთვის ვინც ეხლა Facebook-ზე ილანძღება და მაგალითად ზიამაღლობაზე წერს რომ დაიკლება და დიეტაზე იქნება და ესეთ იდიოტობას იმ ხალხისთვისაც კი პრობლემაა რა და ანუ თემა ცივილიზაცია ამაზე იზრუნა და ამაზე მივიდა რომ სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ყოფილიყო მოტანილი დაცული და გაგებული რომ ეს არის ადამიანის ისეთი ანუ სიტყვის თავისუფლება მე თუ გამომაცლი როგორც ადამიანი შინა არაფერი არ ვარ და ვიქნებით აი სკოლაში მაინც ექნება ნასწავლი და განაგონი იგი პრეისტორიული მოთხრობა იგი სადაც
მთელი ეს ტომი არის თავჩაღუნული რა და ეს სიტყვის გამოცრილი ადამიანი არის ეს თავჩაღუნული ხალხი რა და ეს იგი მას რაღაც იმათ ალეგორიულადაც რო ვთქვა ზუსტად ეს სიტყვის თავისუფლება რომელმაც დატოვა რაღაცა მეორე ვეფხისტყაოსანი ავიღოთ თუნდაც რა იქ ისა ქაჯეთის ციხე ნესტანდარეჯანი და ეს ტარიელი ავთანიდა ფრიდონი აი ხო გაგვიგია რა და ამაზე რომ გადავიტანოთ ეს ამბავი რომ ეს ნესტანდარეჯანი ამ შემთხვევაში ჩვენთვის არის ეს სიტყვის თავისუფლება სწორედ რა და ეს ყველა ეს ტარიელი ფრიდონი და ავთანდილები ჩვენ უნდა ვიყოთ ეს საზოგადოება რომ მათ შორის იმ მართლა რაღაცა ამ მომენტში პროპაგანდის ხერხი დავარქვათ იმ ხალხის სიტყვის გადასარჩენად რაც აკეთდება ეგ არის რომ ჩვენ ეს ნესტანდარეჯანი ეს სიტყვის თავისუფლება რაც გადასარჩენი გამოსახსენი გვაქვს ამ ქაჯეთიდან რა და ეს სამსამართლოც მათ შორის შეიძლება ვთქვათ რომ სამართლიანი სასამართლოს იგივე ნესტანდარეჯანია და თლიანად ჩვენი კეთილდღეობა მომავალი ეგ ნესტანდარეჯანია რომელიც ამ ქაჯეთის ციხეს დავარქაჯი იყოს ივანიშვილი და მისი გუნდით დაპყრობილია და ჩვენ უნდა გამოვიხსნა და ეს საგრძელები როა სუფრაზე ტარიელები და ავთანდილი და მეგობრობა და ძმობა და ისა იყავი რა ის ავთანდილი შენცა დადექი მიდი გამოდი და დადექი და ესეთ იდიოტებს ნუიწერები და ნუილანწყები რა ეს რა მე სხვანაირად რანაირად შეგვიძლია კი ბატონო ადამიანები რომლებიც ამის საწინააღმდეგოს ამბობენ კუკა რაც მაგალითად სოციალურ ქსელებში იწერება და ზოგადად რასაც ჩვენ მედიის საშუალებებით ხვდებით უნდა ჩავთვალოთ რომ ისინი ამას ან დაინტერესების ძალიან ვიწრო წრეა ეს ყველაფერი მაგრამ ისინი უფრო მეტად აქტიურობენ გამიგეთ რომ ეს მოსაზრებები იქნეს გავრცელებული რომ ვიღაცამ დაიჯეროს თურმე ეს ყველაფერი ყოფილა აი ვიღაცის რა ქვია აჩემება ეს რა ქვია სიტუაციის რაღაცას გადარჩენად ცდილობენ ამით რომ რეჟიმი გადარჩეს და ცდილობენ რომ ვინც სწორ პოზიციაზე დგას მათი მოსაზრებები იქნეს მიჭკმალული და მიტოვებული. ამიტომ ჩვენ სწორედაც მაგაშია საქმე ვერც აი ეს რაც აღნიშნეთ ცოტა ხნის უკან რომ თუ ეს პროცესი ჩვენ ვერ ისეთ ჩავატარეთ და მე არ ვფიქრობთ რომ ასე მოხდება, მაშინ თქვენ ჩათვალეთ რომ ეს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ნიშნავს იმას რომ ჩვენ გამარჯვებასაც ვერ ვეტყვით ერთმანეთს თავამად ქუჩაში. ეს იმას ნიშნავს რომ ვიღაცები რაღაცის წინააღმდეგ არიან გამარჯვება ჩვენ ქართველები ვესალმებით ერთმანეთს გამარჯვებით, ანუ გამარჯვებას და გამარჯვებას უსურვებთ ჩვენ ერთმანეთს იმისათვის რომ ჩვენი ის კეთილი აზრები და ის მოსაზრებები რომლებიც ჩვენ გვინდა ერთმანეთის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ იქნეს ჩახშობილი და მიხშობილი. ეს კეთდება სწორედ აი ესეთი თავისუფალი სიტყვის ჩახშობისათვის და მე აღარ დამოუკიდებელი მედია გვექნება, ვერც გაზეთს ვერ წაიკითხავთ. ინტერნეტიც გაკონტროლდება როგორც ეს მაგალითად რეჟიმის ქვეყნებში არის როგორც არის ბელარუსია და რუსეთი და ნუ აღარ ვლაპარაკობ ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაზე ხო ანუ ასეთი ტიპის ქვეყნებში როგორც ხდება ხოლმე ზუსტად ისეთ ქვეყანას მივიღეთ და უნდა რატომ არის ჩვენი მნიშვნელოვანი ძალისხმევა ამ მიმართულებით გასაძლიერებელი იმისათვის რომ ჩვენი ქვეყანა კატასტროფული სიჩქარით ასეთი ქვეყნების კანკენ მიისწრაფის იმიტომ იძახიან რომ ბელარუსის სიციზაცია უკაცრავად და ასეთ შემდეგ და ასეთი ქვეყნების სკენ რა ქვია ანალოგიების გადმოტანას ჩვენს ქვეყანაში სწორედ ასეთი ქვეყნების ჩარჩოებში გვსვამ ჩვენ და იმიტომაც არის რომ რუსეთი უკვე გამზადებულ მაგიდაზე გველოდება მაგიდასთან გველოდება რომ 3+3-ის ფორმატში თურმე უნდა საქართველოს იქ გამოჩეს ეს არის კატასტროფა ხალხო ეს არის ზუსტად ის რაც ჩვენ არ გვინდა და ჩვენ წინა რა ქვია საწინააღმდეგოდ ვაკეთებდით უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის პროცესში და ჩვენ ამას კარგად ვხედავთ და ისტორია არის ის აუცილებელი პირობა, რითაც ჩვენ ეს არ უნდა დავივიწყოთ. სულ რაღაც გუშინ ხდებოდა ის, რაზედაც ჩვენ წინააღმდეგობა გქონდა და რაზედაც ჩვენ ვიბრძოდით და ეხლა ვივიწყებთ ამას ყველაფერს და უკან ვატრიალებთ ყველაფერს. არ შეიძლება ეს ასე მოხდეს, ამიტომ აუცილებელი არის ბრძოლის გაგრძელება და აუცილებელია მოხდეს გაგრძელება. კი ბატონო და გუშინ ლევან ლაუდაძეს ეწერა ასეთი სტატუსი. არ ვიცი ნახეთ თუ არა, უნდა გავაგრძელოთ, ანუ თუ გავაგრძელებთ ბრძოლას შეიძლება დაგვიჭიროთ, მაგრამ თუ შევწყდით ბრძოლას აუცილებლად დაგვიჭერენ. რა თქმა უნდა. სწორი კი ბატონო, ასახავს იმას სიტუაციას, რა მდგომარეობაში დღევანდელ დღეს ვართ. კი ბატონო, მგონი შეგვიძლია დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. მადლობა თქვენ. გამარჯვებით დასრულდება ჩვენი ბრძოლა. მადლობა მაყურებელს, მადლობა ბატონო ლევან თქვენ საინტერესო საუბრისთვის და გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.